ჩვენ კი განვაგრძობთ გადაცემას სხვა თემით. საინტერესოა, რა გზა გაიარა კომპანია Geosteel-მა საქართველოში, რომელიც უკვე 15 წელია ქართულ ბაზარზეა. რა შედეგები აქვს კომპანიას, როგორია მისი მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები, ამას დეტალებს სიუჟეტიდან გავიგებთ. Geosteel იყო პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც აღადგინა ფოლადის წარმოება. ქართულ-ბრიტანულ-ინდურმა კომპანიამ ასევე პირველმა დაამონტაჟა გამონაბოლქვის გამწოვის სისტემა, რომელიც შესაბამისობაშია როგორც სამთავრობო, ასევე ადგილობრივ გარემოდაცვით კანონმდებლობასთან. ტვრის ემისიების ნორმების შესაბამისობის დაცვის უზრუნველსაყოფად ქარხანაში დამონტაჟებულია თანამედროვე სახელოიანი ტექნოლოგიების სისტემა. მზის პანელების დამონტაჟებით კი კომპანიამ ხელი შეუწყო გარემოზე ემისიების ზემოქმედებასა და ჰაერის დაბინძურების შემცირებას. ეს არის საქართველოს ყველაზე მასშტაბური მზის ენერგიის პროექტი. ჩვენ გვჯერა რომ უნდა დავიცვათ როგორც ეროვნული, საქართველოს, ასევე ევროკავშირის ნორმები და სტანდარტები. სწორედ ამიტომ ჩვენ პერიოდულად ვაახლებთ ტექნოლოგიურ აღჭურვილობას, ისე რომ ის სრულ შესაბამისობაში იყოს ევროკავშირის ნორმებთან. ეს არის ჩვენი მთავარი სტრატეგია. ჩვენ უკვე დავამუშავეთ და ექსპლუატაციაში ჩაუშვით დაახლოებით 11 მეგავატი მზის ენერგია, რომელსაც ამ ქარხანაში ვიყენებთ. პირველ ეტაპზე ვგეგმავთ დაახლოებით 50 მეგავატზე ასვლას და ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. როდესაც განახლებად ენერგიაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მზის ენერგიის უტილიზაცია. თუ უფრო მცირე მასშტაბის პროექტებზე ვისაუბრებთ, ვცდილობთ შევზღუდოთ ბუნებრივი აირის მოხმარება და წარმოების ეფექტიანობის გაუმჯობესების გზით სრულად ჩავანაცვლოთ იგი. ეს არის კიდევ ერთი პროექტი, რომელზეც სწორედ ახლა ვმუშაობთ. 2026 წლის გეგმებს რაც შეეხება, უპირველეს ყოვლისა გვექნება ახალი მავთულ გლინვის დანადგარი. ამ დანადგარის მეშვეობით შევძლებთ ვაწარმოოთ ახალი სახეობის პროდუქცია, რომელიც დაემატება ჩვენს ასორტიმენტს. რაც შეეხება გარემოს დაცვის სტრატეგიას, გვეგმავთ გამწოვის სისტემის მოდერნიზებას. სწორედ ამ მიზნით ინვესტირებული გვაქვს მილიონობით დოლარი და განახლების დასრულების შემდეგ ჩვენი სისტემა ევროპის საუკეთესო ანალოგების ტოლფასი იქნება. თანამედროვე ტექნოლოგიების, მანქანა-დანადგარების, ლაბორატორიული აღჭურვილობისა თუ პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით კომპანიამ საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. მათ შორის არის თბილისის City Mall-ის პროექტი, თაბორის მთის სასტუმრო და გოლფ კლუბი, რიკოთის მაგისტრალის მოდერნიზაცია, თბილისი რუსთავის ავტომაგისტრალი და სხვა. ნახეთ, როგორ მუშაობს პროცესები, დავათვალიერეთ ჯახტის წარმოების პროცესი, მისი დაჭრის პროცესი, ასევე დავათვალიერეთ ფილტრაციის სისტემა, ასევე დავათვალიერეთ ჩამოსხმის დანადგარი, დავათვალიერეთ ფულადსადნობის საამქრო, დავათვალიერეთ წყალმომარაგების დეპარტამენტი და ასევე არმატურის საამქრო, საიდანაც არმატურის გაკეთება ხდება. ქართულ ბაზარზე 15 წლიანი ისტორიის განმავლობაში კომპანიამ, რომელსაც 450 დასაქმებული ჰყავს, 100 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა და ქვეყნის ბიუჯეტში 105 მილიონი დოლარი შეიტანა. წარმატებული საწარმოო პროცესის გასაცნობად ფოლადის მწარმოებელი ინდუსტრიის ერთ-ერთმა ლიდერმა კომპანიამ Geosteel-მა სტუმრებს ღია კარის დღეზე უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ საწარმოო პროცესს და მიიღოთ დეტალური ინფორმაცია კომპანიის საქმიანობასა და სპეციფიკის შესახებ. დღეს Geosteel-ის წილი ადგილობრივ ბაზარზე 45%-ს აღწევს. კომპანია აგრძელებს ინვესტიციებს უახლოეს ტექნოლოგიებსა და განახლებად ენერგიაში, რათა აწარმოოს მაღალი ხარისხის და ეკოლოგიურად სუფთა ფოლადი საქართველოსთვის.